მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. დავიწყებ იმით, რომ ჩვენ გავაკეთეთ ძალიან მნიშვნელოვანი პატრიოტული განაცხადი. ეს არის რეალურად თუ გრებავთ დოქტრინა, ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ ჩვენ როგორ წარმოგვიდგენია ამ ძალიან მძიმე და მნიშვნელოვანი პოლიტიკური კრიზისის დეესკალაცია და განმუხტვა, რაშიც არის დღეს ჩაფლული მთელი საქართველო და თან ეს ყველაფერი რომ გვახსოვდეს ხდება იმ ძალიან მძიმე გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ძალიან მძიმე რეგიონულ ფონზე, რაშიც ვართ ყველანი ერთად. აი ასეთ ვითარებაში ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო არის აბსოლუტურად გაუქმებული როგორც სახელმწიფო, არ არსებობს ლეგიტიმური მანდატის მატარებელი სახელმწიფო ინსტიტუტები, არ არსებობს პოლიტიკური პროცესი, რომელსაც შეუძლია რომ რაიმე ტიპის გამოწვევას, რისკს, რაიმე ტიპის მედეგობით დახვდეს და ფაქტობრივად ჩამოშლილია სახელმწიფო ყველა მისი თანამედროვე გაგებით და აი ასეთ ვითარებაში ლიდერთა სათათბირომ, რომელიც მინდა კიდევ ერთხელ თქვა, აერთიანებს 150 ლიდერს, ყველა იქ შეკრებილი პირი არის ეროვნული ლელოს წარმომადგენლობა. ეს არიან ლიდერები, რომელიც წარმოადგენენ ჩვენს პარტიას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ლიდერთა სათათბირომ იმსჯელა და საზოგადოებას ქართულ ერს შესთავაზა აი ეს დოქტრინალური ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ ისევ და ისევ როგორ წარმოგვიდგენია ჩვენი წილი პასუხისმგებლობით ამ პოლიტიკური კრიზისის დეესკალაცია. რა შეგვიძლია შინაარს? მე არ ვფიქრობ, რომ ამ ტექსტის შინაარსში, თუმცა არ ვარ დარწმუნებული, ყველამ წაიკითხა, ძალიან ბევრი ადამიანი შტაბ-ბიჭდების მიტოვებს, რომ საერთოდ არ წაუკითხია ტექსტი, უბრალოდ წინასწარ შექმნილი პარტიულ პოლიტიკური დღის წესრიგით გადაწყვიტა მასზე თავს დასხვა. ნუ ეს უკვე მათი პრობლემა არის, ჩემი ნამდვილად ვერ იქნება. ჩვენ აქვე ვიტყვი, არ გავკეთებ ეს განაცხადი, ეს როგორ ვთქვათ, ეს დოქტრინალური, როგორ ვთქვათ, მოწოდება ყველასადმი და ჩვენი პოზიციის აი ამ ფორმით განცხადება, ჩვენ ეს არ გავკეთებ იმისთვის, რომ აპრიორი ვინმეს მოსწონებოდა. ახლა ქართული ოცნება როგორიც არის და რასაც იზამდა, მე ვფიქრობ, ყველასთვის ცხადი იყო იმ თავითვე. ოპოზიციიდან შევა გარკვეული კითხვების მოლოდინი ყოფილიყო კიდევაც, მაგრამ ჩვენ საზოგადოებას ვუთხარით ის თუ რა გონია ჩვენ სწორი. ეს იყო სწორი, ეს არის სწორი, შინაარსი არის სწორი და დროც არის სწორი. ეხლა რა შეხება რეალურად აწერია ხო ამ ტექსტში თუ კი შევხედავთ, იქ წერია რა? ის რისაც ვიბძვით 2 წელია ყველანი ერთად. ჩვენ ვამბობთ, რომ არჩევნები გაღალდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები. ვამბობთ, რომ ამ ქვეყანაში არიან პოლიტპატიმრები, პოლიტიკური ტყვეები. ვამბობთ ძალიან მკაფიოდ, რომ სიტუაციის დეესკალაცია და განმუხტვა შეუძლებელია პოლიტიკური გადატვირთვის, ანუ ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნის გარეშე და ვამბობთ, რომ ჩვენ გამოვთქვათ მზადყოფნას იმ რთული, მძიმე, მაგრამ აუცილებელი პასუხისმგებლობით, რაც უნდა აჩვენოს პოლიტიკურმა ძალამ. პოლიტიკურ ძალას სხვა ტიპის პასუხისმგებლობა გააჩნია ერისადმი და პროცესისადმი. და ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ ამ პროცესში პარალელურად პირველი ნაბიჯი, რაც უნდა დავინახოთ, ძალიან მკაფიოდ წერია, მე ვფიქრობ, არის პოლიტპატრიოტების გათავისუფლება. და როცა პოლიტიკური ტყვეები ყავს რეჟიმს აყვანილი, მასთან საუბარი მხოლოდ არჩევნებზე საკმაოდ რთულია მორალურადაც და ყველა სხვა კუთხითაც. ამიტომ ჩვენ წარმოგვიდგენია პროცესი, რომელშიც და წამით ასე უპასუხება, რატომ ახლა ხო? ნახეთ, მოსკოვის მექანიზმის თქვენ ახსენეთ და თქვენ ძალიან სწორი შესავალი ქონდა ჩემი აზრით იმ კუთხით თუნდაც რომ აღნიშნეთ, რომ შეიძლება რეჟიმი ვეღარ ხედავს თვითგადარჩენის კრიტიკულ აუცილებლობას, ანუ თავის პრაგმატული, როგორ ვთქვათ, აღქმაც კი აღარ აქვს, კრიტიკული აუცილებლობა არის, ხო? იმისა, რომ გააკეთონ რიგი სწორი პოლიტიკური ნაბიჯები და ჩვენ ახლა კობახიძეს უსმენდით ერთადაც მათ შორის, ხო? რა თქმა უნდა, ის არის ტოტალურად აცდენილი რეალობას. ანუ საკუთარი, როგორ ვთქვათ, საკუთარი პრაგმატული არგუმენტიც კი აღარ შერჩენია, მაგრამ ეს მისი არჩევანია. ის თუ ჰააგას ირჩევს, ღმერთმა ხელი მოუმართოს. ეს არ არის ჩემი საწუხარი. ჩემი საწუხარი არის ამ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის აღდგენა, ამ ქვეყნის გამოყვანა ჩიხიდან, პოლიტპატრიოტების გათავისუფლება და პოლიტიკური ნორმალურობის მიღწევა. კობახიძე რას აირჩევს, ეს არის მისი საქმე, თუმცა სამწუხაროდ ამ მომენტში ჩვენი ქვეყნის ხარჯზე და ეს არის ისეთი რამ, რის პოლიტიკურ ფასსაც გადაიხდის კობახიძე. ჩვენი წილი, როგორ ვთქვათ, ჩვენი ფილოსოფია, მოდესთ ვთქვათ, ჩვენი ხედვა გავაცანეთ ძალიან მკაფიოდ საზოგადოებას და მოსკოვის მექანიზმი ყველაზე კარგი მომენტი მგონია და გეტყვით რატომ. დაუბრუნდებით მაგას. სხვა შორის საკმაოდ ამბიციური განაცხადიც არის იმ თვალსაზრისით, თქვენ უკვე სიტყვა დოქტრინასაც ხმარობთ.
ვთქვათ, ხო? ანუ ეს არის გარკვეული სტრატეგიული ხედვა ამ შემთხვევაში. მე მგონი აქ არის მთავარი აცდენა თქვენსა და მათ შორის ოპოზიციური ფლანგიდან თქვენს კრიტიკოსებს შორის. რამდენადაც ისინი ხედავენ ვითარების გარდატეხის შანსს პოლიტიკური ესკალაციის პერსპექტივით, როდესაც გარედან იზრდება სანქციები და ზეწოლა რეჟიმზე, ქვეყნის შიგნით ხდება წინააღმდეგობრივად განწყობილი საზოგადოების, ანუ ამ ქვეყნის უმრავლესობის ძალების უკეთესად მობილიზება, ანუ შიდაწნეხიც იზრდება და ამ შემთხვევაში უკვე რეჟიმი ხდება იძულებული წამოვიდეს ისეთ ტიპის მოლაპარაკებებზე, რომელიც იქნება წინაპირობა მეტნაკლებად, მაგრამ მაინც შედარებით სამართლიანი არჩევნების ჩატარების. თქვენ შემთხვევაში ამ კურსთან მიმართებაში თითქოს განსხვავებული მოცემულობა არის. თქვენ როგორც ჩანს ჩემი აღქმა არის ესეთი, ამ ვითარებას უყურებთ შედარებით უფრო პესიმისტურად, განსაკუთრებით დროში გაწელვადობის ან არსებული რისკების გათვალისწინებით, ქვეყნის პოლიტიკური პარტიების, კრიტიკული ჯგუფების დაზიანების კუთხით და მიგაჩნიათ, რომ კი ქართული ოცნება დღეს არის მძიმე მდგომარეობაში, მაგრამ არც იმდენად მძიმეში, რომ ის კუთხეში იყოს საბოლოოდ მომწყდებული და იძულებულად თვლიდეს თავს, რომ თვითონ მოდიოდეს რაიმე მოლაპარაკებებზე, ამიტომ ოპოზიციამაც უნდა ამ ხრივ გადადგას რაღაცა ნაბიჯი და დიალოგის ფორმატი გააჩინოს. ეხლა ჩემს ინტერპრეტაციებს ვახდენ, ცხადია თქვენ დაგიტოვებთ საშუალებას მისი კორექტირების. და ამავე დროს ჩემი აზრით უკმაყოფილების ერთ-ერთ მთავარ წინაპირობად იქცა, წავიკითხე რა დეტალურად რამდენჯერმე თქვენი განცხადება, შინაარსი მაგ ხედულობაში და არა შემდეგ კომენტარები, თუნდაც სიტყვა დიალოგის პარალელურად პოლიტპატიმრების საკითხის გადაწყვეტა. ანუ აქაც მიდგომაში არის მთავარი განსხვავება რეჟიმთან საუბარი, დიალოგში შესვლა თუნდაც ამის წინაპირობა უნდა იყოს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და რაღაც ტიპის სტატუს-კვოს აღდგენა, სადაც პოლიტიკური პროცესის არსებობას აზრი მიეცემა, თუნდაც რაღაც კანონების შეჩერება და ასე შემდეგ, რომ უბრალოდ ციხეში კი არ იყო, ან საკონსტიტუციო სამართლოში აგრძელვის დოკუმენტი კი არ გამოდიოდი, არამედ ეს პროცესი რო გაჩერდეს. ეს არის დიალოგის წინაპირობა, თქვენ ამას არ ამბობთ, თქვენ ამბობთ, რომ დავიწყოთ დიალოგი ამას. აი, ეს შტაბეშტილებები დარჩა და გაძლევთ საშუალებას მადლობელი ვარ ამისთვის, დიახ. მე ვუყურებ სრულიად პირიქით ინტერპრეტაციული თვალსაზრისით. ნახეთ, ძალიან მარტივად. მოსკოვის მექანიზმმა ეს რეჟიმი ჩვენი ღმერთწმენით მიამწყვდია აქამდე არნახული მასშტაბის კუთხეში. ანუ ჩვენი ღმერთწმენა არის ის, რომ დღეს ქოცური რეჟიმი არის უფრო სუსტი და უფრო მიმწყდეული ვიდრე ოდესმე აქამდე. და მათ შორის სწორედ ეს არის ერთ-ერთი წინაპირობა იმისა, რომ მას დემოკრატიულმა ძალებმა კონკრეტული ტიპის პოლიტიკური ფასი კიდევ ერთხელ შეახსენონ და კონკრეტული ტიპის პოლიტიკური ნაბიჯებისკენ და დათმობებისკენ მოუწოდონ. ეს ერთი. მეორე, აი დღეს ვისმენდით ხო გუშინდა დღეს თქვა კრიტიკოსებისგან, რომ თურმე ჩვენი ეს ინიციატივა არის გარკვეული მაშველი რგოლი. აი სწორედ მან მოვდიოდი. დიახ. და მე ეს საერთოდ ვერ გავიგე ისე სიტუაციის განორმალურებისთვის, იუზის შექმნისთვის რაღაცა ტიპის დრო. იმიტომ რომ აი ზოგადად აღარ გავეწყვეტინებთ, მათ შორის ქართულ ოცნებასთან მიმართებაში კობახიძე თუ განსაკუთრებით ივანიშვილი იქნება, გარკვეული პოლიტიკური გამოცდილება დაგროვდა. ანუ ეს ხო არ არის რაღაც ახალი ტიპები, რომ ექსპერიმენტები თავიდან ტარდებოდეს. ამიტომ ზოგს მიშელის, შარ მიშელის შეთანხმება გაახსენდა, სხვა ტიპის შეთანხმებები, რომელიც დადებული პირობები, რომელიც არაერთხელ იქნება. ეს ხალხი თulis, რომ ახლა შესაძლებლობის მიცემა, რომ დრო გაწელონ კიდევ რაღაცა პერიოდით, გამოფიტვის პოლიტიკა გააგრძელონ, არის ხელშეწყობა. ნახეთ ხო, ნახეთ რა შესაქმე. ჩვენ ხო აი შევხედოთ წამით გვერდიდან, ხო? ფორმულას შევხედოთ პროცესის, ხო? ჩვენ 2 წლის განმავლობაში ვამბობთ, რომ საგარეო წნეხი პლუს შიდა პოლიტიკური პროცესი. ეს არის ხო არსებითად ფორმულა, რომელსაც ყველა დემოკრატიული ძალა მისდევს და ამბობს, რომ მისდევს. გარედან უნდა იყოს წნეხი, მაგრამ პარალელურად შიგნით თანდევი პოლიტიკური პროცესი უნდა შეიქმნას, რომელიც ამ წნეხს გადააქცევს პროცესად და მიგვიყვანს შედეგამდე. ეს არის ჩვენი ფორმულა დღეს სწორედ, ხო? ჩვენ ვხედავთ არნახულ წნეხს, მათ შორის მოსკოვის მექანიზმი
უმრავლესობის უმძიმესი დასკვნის სახით, რომელიც ჰააგის შესაძლებლობაზე საუბრობს და ჩვენ ვამბობთ, რომ აი ეს საგარეო პოლიტიკური წნეხი უნდა მათ შორის დაკონვერტირდეს, უხეშად თუ ვიტყვით, იმ ტიპის პოლიტიკურ პროცესად, რომელიც გაათავისუფლებს პოლიტპატიმრებს და მიგვაღწევინებს ახალ საპარლამენტო არჩევნებს. ამიტომ მაშინ მათ ქონიათ რაც თქვენ ლელოზე აღიქვით, მაშინ მათ ქონიათ შეგება რომ ჯერ საკმარისი არ არის. მე ვფიქრობ რომ საკმარისი მეტია. ერთი გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე, რომელიც კობახიძის და პაპუაშვილის ამ განცხადებებს ოპერატიულად გამოეხმაურა და თქვა რომ კი ბატონო, მაშინომ თქვენ ამით უფრო დაიმოკლეთ გზა ჰააგამდეო. არა და აქ ხალხი გულშემატკივრობს რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს ეს ამბავი. და ესეც იმგვარად ინტერპრეტირდა რომ რა გამოდის რომ თქვენ უგრძელებდით დიალოგის გახსნის გზით ჰააგასთან მიმართებაში. აი ნახეთ ძალიან საინტერესოა. ნახეთ ჰააგის შესაძლებლობა მოდი ვიკითხოთ ვინ გააშინა ამ დოკუმენტმა ხო მოსკოვის მექანიზმის დოკუმენტმა ხო ეუთომ არსებითად რა წერია ამავე დოკუმენტში ანუ რომელმაც ჰააგის შანსი გახსნა იგივე დოკუმენტი ცოტა ქვევით ამბობს პოლიტიკური დიალოგის აუცილებლობაზე და საკუთარ წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს ეუთოს წევრ სახელმწიფოებს პოლიტიკური დიალოგის წახალისებისაკენ საქართველოში ანუ ეუთომ რომელმაც შექმნა ჰააგის შესაძლებლობა იმავე ეუთომ დაამოკლა ის რასაც ირაკლი კუპრაძის განცხადებაზე ამბობენ ანუ სად არის პოლიტიკური ლოგიკა არ არის ხო ეუთომ თვითონ მოსკოვის მექანიზმის დოკუმენტმა ორივე თქვა ამავე დროს იმავე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ რომელსაც მე შევხვდი მათ შორის გარდა კოლეგების და სხვა ძალებიდან იმ საპარლამენტო ასამბლეამაც ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა დიალოგთან დაკავშირებით და მესამე ამ დოკუმენტმა ისეთი ტიპის ჩიხში შეიყვანა ქართული ოცნების ხელისუფლება რომელშიც როდის და ახლა არის დრო რომ ძალიან დიდი პასუხისგებლობა დაეკისროს ადეკვატურ პოლიტიკურ ქმედებებზე, იმიტომ რომ ის რაც წერია ამ დოკუმენტში, ეს არის სამოქმედო გზა, ხო? ანუ სხვანაირად შევხედოთ, ეს დოკუმენტი თუ განახორციელა ქართულმა ოცნებამ, სხვა რაიმესთვის ვიბრძვით ეს 2 წელია, პოლიტპატიმრები თუ გათავისუფლდა, ახალი არჩევნები თუ დაინიშნა და ყველა სხვა რეკომენდაცია, თუნდაც ნახევარი იქიდან რომ გატარდეს, საქართველო იქნება თვისებრივად სხვა სიტუაციაში, ხვალ. მაგრამ სამწუხაროდ ნაცვლად იმისა, რომ გვენახა ამისი გააზრება იმ დოკუმენტში რა წერია, იმიტომ თქვენგან განსხვავებით არა აქვს მე მგონი წაკითხული ხო ყველა კოლეგას ვერ შევატყო ეს დოკუმენტი წაკითხული აქვს მოსკოვის მექანიზმის ხო და ვერც ლელოს განცხადებაზე ვერ შევატყო მაინც წაკითხული აქვს ხო მე ნახეთ მე არ მინდა ბატონო გიორგი ჩემი ვერსია გინდა გითხრათ ამ შემთხვევაში კეთილგანწყობილი ვერსია შეიძლება უფრო არის ის რომ თქვენ წაიკითხეთ რა კარგად ეუთოს მოსკოვის მექანიზმის დასკვნის შინაარსი მათ შორის პოლიტიკური რეკომენდაციების ნაწილში რომელიც წარმოადგენს ერთის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი ზეწოლის მექანიზმს პერსპექტივაში სამართლებრივი რეაგირებებისა და სხვა პერსონალური პასუხისგების თვალსაზრისით უშუალოდ რეჟიმის პირველ პირებთან მიმართებაში მეორეს მხრივ იქვე არის დატოვებული შესაძლებლობა რომ ეს გზა შეიძლება ინტენსიურად არ რეალიზდეს თუ კი თქვენ ამ რეკომენდაციებს შეასრულებთ და თქვენ წაიკითხეთ ეს რა და ასე აღიქვით სურათი მიეცით შესაძლებლობა ქართულ ოცნებას რომ ქვეყნისთვისაც პირველ რიგში და მათ შორის მათთვისაც გადაედგათ ისეთი ნაბიჯი, რომელიც შეცვლიდა ამ პროცესის განვითარების მიმართულებას და დინამიკას. თუ ეს ასია, ეს თავისთავად კეთილშობილი სურვილია, მაგრამ ეს არის უფრო ტესტი პოლიტიკური, რომელიც სინჯეთ და ამ ტესტზე თქვენ მიიღეთ დღეს პასუხი ხელისუფლების პირველი პირების. ისე ნახეთ, პასუხი რაც მივიღეთ, ჩვენთვის არ იყო ყველაზე საინტერესო რამ, ხოცური პასუხი და ხოცური ლოგიკა ვიცით ყველამ, ჩვენთვის თავარი არის, რომ ის ძალიან მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური წნეხი, რომელიც არსებობს, რომელსაც ვისაუბრეთ, კონვერტირდეს კონკრეტულ ხელშესახებ პოლიტიკურ შედეგებად. უპირველეს ყოვლისა პოლიტპატიმრების გათავისუფლებით და ამასთანავე ახალი საპარლამენტო არჩევნების მიღწევით. და აი ხა ზოგიერთი კოლეგა რომ გამოდის მე ვერიდები მათზე საუბარს, იმიტომ ეს არ მგონია საინტერესო და სიმართლე გითხრათ ცოტა დამღლელი გახდა ეს რაღაც ნახევარდღიანი ისტერიკები იმ ადამიანების მხრიდან რომელთაც ხან ტექსტი არ წაუკითხავთ, ხან მოსკოვის მექანიზმი არ წაუკითხავთ, ხან 4 ოქტომბერს აპირებდნენ ძალაუფლების გადაბარებას. რა ვიცი გადაიბარეს ის ძალაუფლება, მე ზოგს სახში მისდევდნენ და ზოგი დღემდე არ გამოჩენილა იმის შემდეგ, ხო? ეს უპასუხისმგებლობა არის, ეს არასერიოზულია. იგივე 4 ოქტომბრის არჩევნებზე მათ შორის ამ სტუდიაში არაერთი კოლეგა ხალხს აშინებდა რომ არჩევნებზე მისვლა იქნებოდა ლეგიტიმაცია რეჟიმის 5 ოქტომბერს დილით გამოვიდნენ და თქვეს რომ ლეგიტიმაცია არ მომხდარა
ერთი კვირის მანძილზე ორი პოლიტიკური პოზიცია ჰქონდათ. ეხლაც რო გითხოთ, იმარჩევით, რა თქმა უნდა, არ მოხდა ლეგიტიმაცია, მაგრამ მე მაგას ვამბობდი აგვისტოშიც. ისინი ამბობდნენ, რომ მოხდებოდა. მე გამოვიდა თქოს, ეს არ არის სერიოზული. ეს ისტორიკები არავის არ აინტერესებს. მაპატიონ, მაგრამ ნამდვილად არ გვაინტერესებს აი ეს არაფრის მომცემი უსაგნო ისე და ჯერთი მათ შორის ალიანსმა ერთხელ პასუხისგებლობა აიღო საკუთარ თავზე მათ უნდა ქონდეთ ძალიან ბევრი საქმე და რა ვიცი ბოლო 40 საათი გაატარეს ლელოზე საუბარში და ეს არ მგონია მაღალი მოსწრება მე მათ ურჩევდი ჩამოყალიბდა რა გეზი გონიათ ყველაზე სწორი ყველა მათგანი ეგეთი კაცრი და დაუნდობელი არ ყოფილა და არ ყოფილა მე ძალიან ბევრი მათგანს პირველ პატივს ცემდა მეგობრებიც არიან მაგრამ ჯაფარიძემ დღეს ჩვენთან ინტერვიუში მაგრამ ზურამას თქვა თითქოს კონცეფტს შევთავაზეთ გიორგი არა ზურამ რა თქვა იცი რომ ძალიან ბევრმა ადამიანთან მე მომიწიაო იმისი მტკიცება და ახსნაო რომ ეს ანუ ლელო ბიძნეივანიშვილს არ შეეკრაო და მასთან შეთანხმებული არ იყო ანუ ზურას ძალიან დიდ პატივს მან ეს იცის პიროვნულად ამავე დროს და ვუფასებ იმ ძალისხმევას ასაც თავად აღწერს ნამდვილად რა თქმა უნდა კარგი ახლა შეიძლება ამ ხალხმა უბრალოდ ვერ წარმოიდგინათ თქვენ ეს განცხადება რატო უნდა გაგეკეთებინა თუ რაღაცა ტიპის მოლოდინები არ ქონდა დადებითი პასუხი მაგრამ შარლ მიშელი ორზე საუბრობენ მაგალითად არის შარლ მიშელი ორი ბევრად სერიოზული რაღაცა ვიცი მათ აქვს თვითონ კულივარული ინფორმაცია რომ რაიმე ტიპის შარლ მიშელი ორი ჩვენ არ გვაქვს ჩვენ თქვით რა გონია სწორი და ვინ საუბრობს შარლ მიშელი ორი არ იქნებაო და რაღაცა ანუ ეს იყო დოქტრინალური განაცხადი პრაქტიკული მოლოდინის გარეშე შეგვიძლია ასე ვთქვა ნახეთ მოლოდინი პოლიტიკა თქვენ შესანიშნავად იცით არის კონკრეტული ტიპის დინების შექმნა მოდი ასე ვთქვათ კონკრეტული ტიპის რიტორიკის ჩამოკიდება კონკრეტული კურსის განსაზღვრა ხო შენ პოლიტიკას თუ აგებ იმით რომ ახლა ხოცი ამას მეტყვის იქიდან ვიღაც გამოვა და ამას მეტყვის მე არ მგონია რომ ეს იყოს სწორი გზა შენ პოლიტიკა ჩემი მოგზაურებული აზრით უნდა ააგო იმაზე თუ რა არის ამ საზოგადოებისთვის და მისი ინტერესებისთვის დადასტურებულად სწორი და მე ზუსტად ვიცი რომ რაც ამ დოკუმენტში გვიწერია ეს არის დადასტურებულად სწორი ამ საზოგადოებისთვის მისი ინტერესებისთვის ეს არის ყველა პოლიტპარტიის გათავისუფლება ახალი არჩევნების მიღწევა კრიზისის განმუხტვა იმიტომ უმძიმეს ვითარებაში არის ეს ქვეყანაც შიგნით და ეს რეგიონიც როგორც რეგიონი და ახლა ისიც მახსენდება მე უბრალოდ არ მინდა კოლეგებზე გამოკიდება ისეც გავაკეთე საქმე შეფასება მაგრამ მაგალითად არა რა თქმა უნდა უბრალოდ იცი რა მახსენდება კიდევ აი ახლა ჩვენ საუბარში მახსენდებოდა ხო ბატონმა ხაბეიშვილმა მაგალითად ხო რომელიც წარმოადგენს კონკრეტული პოლიტიკური ძალის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს რიგითი წევრი არ არის ხო და ყოფილი თავმჯდომარეა ბატონმა ხაბეიშვილმა მაგალითად დაახლოებით ერთი თვის წინ საპყრობილიდან გააკეთა განცხადება დაელაპარაკეთ ბიძინა ივანიშვილს რაც უნდა მძიმე იყოს დიალოგი ბევრად უფრო უპირობო ღია და პირდაპირ მოწოდება ივანიშვილს დაელაპარაკეთო ამისთან რამე ნახეთ ჩვენ განცხადებაში და მე არ მახსოვს მაშინ იგივე პატივცემული ლევან სანიკიძის რაღაცა ეს არ მახსოვს აღშფოთება და გუში დავინახე ომალ იქ ყვითელ მაშულ გოლებზე საუბრობდა მე არ მახსოვს ატომღაც და არ ვიცი ეს როგორ ხდება რომ ერთი პარტიიდან ერთი კაცი არის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე მეორე ხშირი სპიკერი ერთი თვის წინ თქვა კაცმა განუზომოთ ჩემთვის მიუღებელი მათ შორის იდეა რომ ივანიშვილს რა უნდა დავალაპარაკო ვინ არის ივანიშვილი ერთი აქედან დავიწყოთ ამას ლელო არ დაუშვებს და მათმა ლიდერმა თქვა და ახლა თურმე ლელოს პოზიცია ეს არ არის მისაღები და ეს არგუმენტი თუმცა ბატონ გიორგი ეს ხშირად ხდება უბრალოდ ეს ხშირად ხდება აი ამაში პრობლემაა და არც ეს მოსკოვის დასკვნა იყო ხო ამას გამარჯობა ზუსტად დიდი მადლობა ზუსტად ამან შეცვალა მათ შორის და რატო არის რომ ჩვენ იმ იმედზე შეცვალა მათთვის სასარგებლო და არა თქვენი არგუმენტის სასარგებლო ჩემი არგუმენტი სასარგებლოდ, იმიტომ რომ რაც უფრო მეტია წნეხი, მით უფრო მეტად უნდა მიაწვე მათ შორის რეჟიმს ამ წნეხის პოლიტიკური კონვერტაციისთვის შედეგები მიიღო, ხო? აბა ეხლა ზოგიერთი კოლეგა რო გამოდის, იცით როგორ არასერიოზულ იდეას ქმნიან? მაპატიონ, მაგრამ არასერიოზულია და რა გავაკეთო? მეხიმება, რომ ბიძინა ივანიშვილი ორშაბათ დილით გახსნის კანცელარიას, ერთ პოლიტიკოს ეთყვის შენიყავი საგარეო მინისტრიო, მეორეს ეთყვის შენიყავი შინაგან საქმეთა მინისტრიო, მე ახლა ტაქსით მივდივარ აეროპორტში და კარგად იღავთ. ამას ელის ვინმე? აი ეს არის სერიოზული შექმნილ ვითარებაში ტროტუარზე გვიჭერენ, გძალავენ, არ ვიცი, გვწემენ, გვესხმიან თავს, რამე დარჩა კიდევ და ასეთ ვითარებაში ვინმე მოელისო პოლიტიკური პროცესის გარეშე და მათ შორის საგარეო წნეხის შესაბამისი კონვერტაციის გარეშე ვინმე გაუხსნის კარს, არ ვიცი, თამარ ჩერგველიშვილს შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნავს ივანიშვილის ზეგ, ამისი ვინმე შევა ეჯეროს ჭკუატყოფელს და თუ არა, რატომ შეგყავთ საზოგადოება შეგყავთ საზოგადოება შეცდომაში რომ ეხლა კიდევ ახლა საფრანგეთი რუსეთს პუტინს ჰააგათი დევნილი არ არის პუტინი
პუტინს ღია მოლაპარაკებას თავაზობს ყოველკვირა მაკრონი. რა ზელაპარაკი? ბირთვული სახელმწიფო და ნუ შევადარებ. არა, გავიგე, მაგრამ ბირთვული არა, გავიგე, მაგრამ საფრანგეთი ჰაგას რომ usmendes საფრანგეთი, ხო? მე მგონი პუტინს არ დაურეკავდა ყოველკვირა მაკრონი, მოდი დამელაპარაკეო, ხო? ეგრე არ ურეკავს და არ ეხვეწება და ეგრე არ ურეკავს, მაგრამ ურეკავს დამეთახმებით. ძალიან არასწორად უტრირებული აქვს საუბარი იმაზე, რომ მთელ რიგ თემებთან დაკავშირებით ევროპა უნდა მონაწილეობდეს მოლაპარაკებებში. და აი, კარგი მაგალითი ახსენეთ ბატონო გერ მითხრინებათ. უკეთესო მაგალითი მოიყვანეთ ამ შემთხვევაში. მე მგონია რომ არა, ნახეთ ისი მაგალითი იყო. ეს ისი მაგალითი იყო, ამასაც დავამატებ, ნახეთ. აი ეს მინდა უცნო, ნახეთ, ეს ისი მაგალითი იყო, რომ საფრანგეთს მიმართავ რა ხა ბიზნესს მიმართ რამე ქენი, ხო? უნდა მიმართოთ და ჩვენ ყველგან მუშაობს ლელო. მოქალაქეა საფრანგეთი. გავიგე, კი, და ისე ამ უნივერსალური ის ორდერი აქვს ჯერ კიდევ ეს ღირსების ორდერი აქვს ჯერ კიდევ მე მგონი არ მოუხსნიათ. მექანიზმი იძლევა ყველა. გავიგე და წარმატებას უსვებ კოლეგებს ამაშიც, მაგრამ არასწორი მოლოდინები არ უნდა შევქმნათ და რაც შეგვიძლია დავაკონვერტიროთ პოლიტიკური წნეხის კუთხით, ხო, რაც გარდა მოდის, შეგი დავაკონვერტიროთ, ხო? უნდა დავაკონვერტიროთ ეს ერთი. და მეორე, აი მოლაპარაკებაო. ჯერთი ჩვენ არ გვითხოვს ამის მოლაპარაკება არ მოგვითხოვია. ჩვენ ჩამოვუკიდეთ იდეა რა გონია სწორი. ჩვენ არ გვითხოვს რომ ქართული ოცნება მოვიდეს და დამიშეს ახლა ხვალ ყავაზე ზალაპარაკოთ. ნამდვილად არა და წაიგითხონ, ყველამ ძალიან კარგად აწერია. მაგრამ აი ეს ასეთი ტიპის მოლაპარაკებაო რაღაცა აქაც იყო, ხო? ლეგიტიმაციაო, რაღაც ეს ლეგიტიმაცია ხო საერთოდ 4 ოქტომბერსაც მახსოვს. მე 6 ოქტომბერს არ მომختاراო, მაგრამ კარგი ვთქვათ ის ჰამასის და ისრაელის მოლაპარაკება აი ეხლა დღეს მაგალითად ტრამპის ბორდს აქვს მოლაპარაკება ჰამასთან მაგალითად ხო ღაზას კონტექსტში რუსეთის და უკრაინის მოლაპარაკება ხო აქ საუბარია იმაზე რომ ჩვენ შევკრიბლო პოზიციებზე თორე თავისთავად დიალოგი და მოლაპარაკება შეთანხმების იდეის წინააღმდეგ კი არავინა დიახ მაგრამ ნახეთ პროცესი არის ისეთი რომელშიც ჩვენ გვაქვს upper hand რასაც ქვია ჩვენ ასე ვხედავთ დიახ თქვენის მხრივ ახსენით ზოგადად აი პოლიტიკური პარტია პოლიტიკური გუნდი ზოგჯერ შეიძლება დიდი უმრავლესობისთვის არაპოპულარული იდეითაც გამოდიოდეს, მაგრამ ამაში ღრმად იყოს დარწმუნებული და ამან თავის შედეგებს შემდგომში მოიტანოს. როცა ამ განცხადებას ქმნიდი და შემდეგ ერთობლივად იღებდით და აცხადებდით. ქონდათ მოლოდინი იმის, რომ თუნდაც ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში უმცირესობაში აღმოჩნდებოდით და თუ გქონდათ რა გათვლებით იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება. სიმართლე გითხრათ, ამაზე ფიქრში დიდი დრო არ დაგვიხარჯავს. თუ ვიკითხავდით ამას, ალბათ უმეტესი ვიტყოდით, რომ შევაღმოჩნდეთ უმცირესობაში, კი, მაგრამ ჩვენ არ გვეშინია, რომ თქვათ ისაც არის სწორი. სწორი ამ ქვეყნისთვის, სწორი ამ ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის, ამ ქვეყნის ჩიხიდან გამოსაყვანად და ამ ქვეყანაში დემოკრატიის და წესიერების მისაღწევად. იმიტომ რომ ჩვენი სამი ძირითადი მოცემულობა, რაც გვამოწევს, არის გააზრება, მოდი ესე ვთქვათ, არის ის, რომ გაყავდა არჩევნები, არის ის, რომ ინსტიტუტები არ გაგვაჩნია, არის ის, რომ პოლიტიკური ტყვეები გაგვაჩნია და არის ის, რომ თუ ახალ არჩევნებს არ მივახცეთ, რომელიც გადაწყვეტავს ამ სისტემას, ამ ქვეყანას არავითარი პერსპექტივა არ ექნება და ეს ყველაფერი იმ ვითარებაში, შესაძაც ჩრდილოეთიდან აგრესორი არა მარტო ჩვენ და მე, არამედ უკრაინაში, სამხრეთში ხდება ისაც, ხდება ევროპული კავშირისკენ მიმავალი, ანუ მშვიდობისკენ და ღირსეული ცხოვრებისკენ მიმავალი გეზი არის ჩარაზული, ქოცვები, აი კორუმპირებული მავნებლები არიან დაპატრონებული ყველაფერს, მათ შორის ბიუჯეტს, ამ ვითარებაში სიტუაციის ასე შენარჩუნება არის გამანადგურებელი და სწორედ ამიტომ არის ბატონო გიორგი, რაც გვიწერია, რომ ურთიერთგანადგურებაზე, ამ ერის განადგურებაზე, ამ სახელმწიფოს განადგურებაზე მომართული პოლიტიკა უნდა იქნას შეწყვეტილი, შეჩერებული და რაციონალურ პროცესს უნდა მივახციოთ, ოღონდ არავის ხარჯზე, არამედ იმისთვის, რომ გათავისუფლდეს პოლიტპატიმრები, იმისთვის, რომ მივიღოთ ახალი არჩევნები და იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში მივიღოთ ღირსეული ადეკვატური სახელმწიფოებრიობა თავისი პროდასავლური და ეროვნული კურსით.